მოგესალმებით რონდელის ფონდში, ვაგრძელებთ რონდელის საერთაშორისო მიმოხილვებს. რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება მიპყრობილი არის აღმოსავლეთისკენ. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოლაპარაკებები ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, თურქეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების მეგობრობა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ასევე მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რა შეიძლება მოველოდეთ სირიაში, რა შეიძლება მოველოდეთ ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, როგორი იქნება თურქეთის როლი და საერთოდ ყველაზე დიდი შეკითხვა რაც გვაქვს დღევანდელ ჩვენს მიმოხილვაში, ომი თუ მშვიდობა. იქნება მშვიდობა თუ უნდა ველოდოთ ომს. ამ საკითხებზე სასაუბროთ დღეს სტუმრად გვყავს რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი. ზურა, მოგესალმები. ეს უფრო ისეთი ზოგადი შეკითხვაა, რა თქმა უნდა, თუმცა ცხადია, თავად დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ვისმენთ, რომ ორი გზა არის, ან არის მოლაპარაკებები, ან იქნება დარტყმა, რომლის ესე ვთქვათ, ლიდერობასაც ამ ოპერაციაში აიღებს თავის თავზე ისრაელი. ეს სიტყვები ეკუთვნის დონალდ ტრამპს. გაიმართა პირველი მოლაპარაკება ომანში, არა პირდაპირ და იგეგმება მოლაპარაკება რომში. როგორ ხედავ, როგორ ფიქრობ, საით მიდის, იქიდან გამომდინარე თუ რა რეაქციები იყო, როგორც ოფიციალური თეირანიდან, ისე ვაშინგტონიდან, საით მიდის ეს მოლაპარაკებები? მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს მაყურებელს. ახლო აღმოსავლეთის სიტუაცია არასოდეს ადვილი არაა ხოლმე და მაგრამ ახლა სიტუაცია იქით მიდის, როგორც არასდროს შეიძლება ისეთი საფრთხე დადგეს დიდი კონფრონტაციის და ახსენე ომი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება ხოლმე და ამ შემთხვევაში თუ იქნება ეს გამორიცხული არის აქ სახმელეთო კომპონენტი, ეს თავიდანვე უნდა ვთქვათ, მხედველობაში მაქვს თუ იქნება ერთის მხრივ ისრაელ შეერთებული შტატებისა და ირანის დაპირისპირება და ასევე არ გამოვირიცხოთ, რომ შეიძლება მივიღოთ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მხარეს ეს არ აწყობს ისრაელ-თურქეთის დაპირისპირებაც, ამ შემთხვევაშიც უფრო ალბათ იქნება საჰაერო და საზღვაო კომპონენტის ნაკლებად სახმელეთო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახმელეთოს გამორიცხვის გამო ნაკლებად დამანგრეველი ან ნაკლებად კატაკლიზმების მომტანი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას ირანთან დაკავშირებით, ირანს ჩემი აზრით ახლა აქვს ეს ცნობილი აღმოსავლური დიპლომატიის, ასე ვთქვათ, ნაცადი ხერხს იყენებს, ეს დროში გაწევის ამბავს გულისხმობს. რეალურად როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ირანი ფაქტიურად უკვე აქვს ბირთვული იარაღი, უფრო ტაქტიკური საკითხი არის ამ ბირთვული იარაღს მერე გამოცდის თვალსაზრისით, მერე ვთქვათ რაკეტას მიაბავენ ამას თუ თვითმფრინავით გადამტანი იქნება თუ ასე შემდეგ, აი ეს მომენტიღა რჩება როგორც ამბობენ, რა თქმა უნდა, სრული ანუ ის რამდენიმე კვირაც არ არის დარჩენილი? გააჩნია სადამდე ეს რამდენიმე კვირა შირას გულისხმობთ, ხო? თეორიაში გულისხმობ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით ურანის გამდიდრება როგორც ამბობენ უკვე გამდიდრებული არის და ახლა ვთქვათ თუნდაც ამ ბირთვულ ობიექტებზე იყოს შეტევა და ვთქვათ ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თუ წარმატებულად წოდებული თუ იყო ეს შედეგი, მაინც ეს არ ნიშნავს რაღაცის დასრულებას, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში ირანმა დააგროვა, რაც ყველაზე მთავარია ხოლმე ამ შემთხვევაში, ცოდნა დააგროვა და ეს ცოდნა არსად არ წავა, თუნდაც ის ბირთვული ობიექტები განადგურდეს. თუმცა ამ ბირთვულ ობიექტებზეც პრობლემაა, იმიტომ რომ ერთი ძალიან ღრმად არის მიწაში, მეორე ეს არის კლდოვანი ადგილები და იქ სადაც თქვათ ბეტონი არ არის და ჩასხმული და
ეს კლდეები არის არანაკლები გამძლეობა აქვს ამ კლდეებს ვიდრე თქვათ ბეტონს ხო და ბეტონი თუ გახვრიტე მე ხდება ეს კლდე ასე რომ 100%-იანი არაფერი ხრივ არ არის თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ ის შეეცდება დროში გაწელვას რამენაირად შეეცდება გადააგოროს ტრამპის მეორე პრეზიდენტობა თუმცა აქ არის მეორე ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ამბავი ტრამპი ვერ იყო წარმატებული თავისივე მომხრეების გადმოსახედიდან კანადასთან მიმართებაში ვთქვათ სავაჭრო ომში ჩინეთთან იგივე რუსეთ-უკრაინის ომთან მოლაპარაკების მაქსველობაში და სადღაც მას შეიძლება სჭირდებოდეს რომ თავი წარმოაჩინოს წარმატებულად თავი წარმოაჩინოს მრისხანე მართველად და ასე შემდეგ და აი ეს შეიძლება იყოს ირანი და ვფიქრობ რომ ირანიც ამიტომ დათანხმდა მას რა თქმა უნდა აქვს თავის სადაზვერვო ინფორმაციები იგივე ვთქვათ სამხედროების მოძრაობის შესახებ მხედველობაში მაქვს საჰაერო და საზღვაო ძალები შეერთებული შტატების მთელი ფლოტის მოცულობის მესამედი ახლა თავმოყრილია ირანის გარშემო და ეს ბოლო პერიოდში გაძლიერდა და ბევრი ინდიკატორია იმისა რომ ეს არ არის მხოლოდ ძალის ჩვენება და ამას შეიძლება უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვისაც გამოიყენოს მხედველობაში მაქვს მაგალითად არა მარტო ის რომ აქ გადასროლილი არის ასობით გამანადგურებელი არამედ ამ გამანადგურებლების ჰაერში გამართვის საშუალებები 10 ერთეული რას ნიშნავს 10 ერთეული ნიშნავს იმას რომ მუდმივ რეჟიმში მათ შეუძლიათ წრე გააკეთონ და ამ წრეში იტრიალონ და ის თვითმფრინავები რომლებიც გაფრინდებიან თქვათ ირანის დასამბობად მერე მოვიდნენ აქ მიიღონ საწვავი ჰაერშივე და ისევ გავბრუნდნენ ირანის დასაბობად. დიეგო გარსიას კუნძულზე განლაგებული ბომბდამშენები ძალიან სერიოზული გზავნილია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ირანისთვის. ზუსტად ამ ვერსიას ჩართულობის და ამ პროცესის გაწელვის თაობაზე ძალიან ბევრი ექსპერტი ემხრობა. თავად ირანელებიც საუბრობენ რომ შესაძლოა მიიღონ რაღაც გარკვეული შესუსტება იმ სანქციების რეჟიმის და იმ წნეხის, რომელიც ამდენი წლის მანძილზე ხორციელდება ირანის მიმართ. რამდენად არის ამის შანსი, რომ აი შუალედურ პერიოდში ტრამპის პირობებში ირანმა მიაღწიოს შედეგს? გავრცელდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ გაზეთმა Guardian-მა, ბრიტანულმა გაზეთმა, გამოცემა Guardian-მა დაწერა, რომ ამერიკულმა მხარემ ირანელებს შესთავაზა მათი, ესე ვთქვათ, ურანის მარაგების მესამე ქვეყანაში და კონკრეტულად რუსეთში გადატანა, რაზეც ირანის მხრიდან არ არის თანხმობა და ისინი შეეცდებიან რომ შეინარჩუნონ. ანუ შეიძლება ვიხილოთ ისევე ეს განგრძობადი პროცესი, ამას იმიტომ ვკითხულობ, დონალდ ტრამპის წარმატების მიღწევის სურვილი სწრაფად აბსოლუტურად გაზიარებულია, რა თქმა უნდა და მას ჭირდება წარმატება, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ თავის არჩევნებში აცხადებდა წინა საარჩევნო კამპანიაში, რომ ის დაამთავრებს ყველა ომს და არ დაიწყებს ახალს. ანუ აი ეს ეს გამოდის გამომრიცხავი ამერიკის ჩართულობის გარეშე ომის წარმოება ან მოლაპარაკებების შედეგად რაღაცა კონკრეტული ხელმოსაჭიდის მიღება ირანისთვის რამდენად შესაძლებელი. მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ახლა შეერთებული შტატები დათანხმდეს ისეთ თქვათ დათმობებს ირანის მიმართულებით, რომელსაც არ მოყვება შედეგი, დროში გაწელვა მოყვება და ასე შემდეგ. ჩვენ ვნახეთ პირველი პრეზიდენტობის დროსაც კი როგორი ხისტი იყო ირანის მიმართ ტრამპი და გვახსოვს გენერალ სულეიმანის ყასიმ სულეიმანის ლიკვიდაცია, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელიც იყო და რეალურად შეიძლება ითქვას, რომ იმ მომენტისთვის დიდი შედეგის მომტანიც არ იყო, თუმცა ამ ნაბიჯზე წავიდა, ისიც ისრაელთან ერთად იყო მაშინაც მოგეხსენებათ. ახლაც ისრაელთან ერთად მოქმედებს, დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე,
როგორი იქნება ამ ორი ქვეყნის შეთანხმება, შეთანხმება რეალურად შეჯაერებული არის, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ინტენსიური უმაღლეს დონეზე შეხვედრები ისრაელისა და შეერთებული შტატების ლიდერების, სადაც რა თქმა უნდა პირველ რიგში საუბარი იქნებოდა სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე ირანთან მიმართებაში და საერთო პოზიციის შემუშავებაზე. თუმცა კი მეორე საკითხია, რომ ირანი ამას შეეცდება, ამაში დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მაგრამ რაც შეეხება ტრამპი როდის რას მოიმოქმედებს, ამის პროგნოზირება მე მგონი დედამიწის ზურგზე არავის არ შეუძლია. კი, ასე არის. სხვა ძირითად მოთამაშეებზე რომ გადავიდეთ რეგიონის ისრაელის როლზე ვისაუბრეთ, თურქეთის ინტერესი, თურქეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტ ერდოგანს ახლა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით თითქოს არ უნდა კონდეს მაინც და მაინც კარგად საქმე, მაგრამ მისთვის ახლა საგარეო მიმართულებით ძალიან ესეთი კარგი განლაგება არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, დონალდ ტრამპმა ნეტანიაჰუსთან დასწრებით თქვა, რომ მას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა თურქეთის პრეზიდენტთან, მეგობრად მოიხსენია და თუ რამე პრობლემები გაქვს, შესთავაზა მან ისრაელის პრემიერს, რომ მე შემიძლია ჩავერთო ამის მოგვარებაში, ოღონდ შენ უნდა იყო მოზომილი, ასე მიმართა მან ბიბი ნეტანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ნიშნავს თუ არა ეს რომ და აქვე არის ერთი კომპონენტი, კიდევ ევროპის ინტერესი, რომ თურქეთმა მიიღოს ამ უსაფრთხოების ახალ სურათში უფრო მეტი თანამონაწილეობა. არის თუ არა ეს იმის მანიშნებელი, რომ ერდოგანი კიდევ უფრო მეტად კატეგორიული იქნება სირიაში თავის ინტერესების გატარების თვალსაზრისით, შეიძლება ვიხილოთ თუ არა შემდგომი სამხედრო მოქმედებები და როგორი იქნება პოზიციონირება თურქეთის ირანთან დაკავშირებით. მე ვნახე ორ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მარკო რუბიოსთან ქონდა ფინანს საუბარი თურქეთის საგარეოს და მერე თავის ირანელ კოლეგასაც ესაუბრა. რა ჩართულობა არის ეს თურქეთის ახლა? რომ დავიწყოთ თავიდან რამდენიმე საკითხს. უცებ მოაყარე ბევრი საკითხი. პირველი ეკონომიკური სირთულეების ახლა თურქეთი ისეთ ქვეყანა არის, სადაც ეკონომიკური სირთულეები ყოველთვის იყო ხოლმე, მაგრამ მას გავლენა არ მოუხდენია მის საგარეო პოლიტიკურ აქტივობებზე. მას სახელმწიფოებრიობის დიდი ტრადიციიდან გამომდინარე აქვს ეს ასე ვთქვათ მოზდგამს შეიძლება ითქვას და ყოველთვის აქტიურია საგარეო პოლიტიკაში. იგივე ვთქვათ სირიასთან დაკავშირებით სირიაში თურქეთი გამოდგა ყველაზე წარმატებული მხარე ხო მიუხედავად შეიძლება ითქვას რომ წლების განმავლობაში რუსეთის პირდაპირ სამხედრო ჩართულობისა საბოლოო ჯამში გამარჯვებული მაინც თურქეთი პროთურქული ძალები გახდნენ რომლებიც ახლა არიან სირიაში ხელისუფლებაში ხო და აქ წარმოიშობა საფრთხე შემდეგი სახის ერთის მხრივ სირიაში რასაც იტყვიან ადგილზე წარმოდგენილი არიან თურქის სამხედროები გარდა შიდა სირიული ძალებისა ხო რომელიც ასევე პროთურქულები არიან ცალკე არის გეოგრაფიულად მოშორებული ეს პროქურთული ძალები მაგრამ მე ვამბობ ცენტრალურ ნაწილში პროთურქული ძალები სუნიტური ძალები და სამხრეთში ისრაელის მიერ გაფართოებული ეს უსაფრთხოების ზონა გოლანის მაღლობების გასწვრივ ხო სადაც ასეთი საფრთხე შეიძლება წარმოიშვას რამდენიმე დღის წინ ბაქოში გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით სადაც თურქეთი და ისრაელი იყო წარმოდგენილი რათა პრევენციის ასე ვთქვათ მექანიზმი შეემუშავებინათ ადრე ასეთი გამოცდილება ჰქონდათ რუსებთან ისრაელს რომ იქ შეტაკება არ მოხდა არ იყო და ახლაც მაგალითად
იგივე ჰაერში წარმოდგენილი არიან, არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ ჰაერში წარმოდგენილი არიან თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალები და ისრაელის სამხედრო ძალები და იქ რომელ პილოტს კონკრეტულ შემთხვევაში რა შეიძლება ასეთ თუ განუვითარდეს. ხო, ამიტომ საჭირო არის მუდმივად ცხელი ხაზის არსებობა. ჯერ არ ვიცით რამე კონკრეტულ განცხადება არ გაკეთებულა, რამე კონკრეტული შეთანხმება იქნა მიღწეული თუ არა. მაგრამ ფიქრობ რომ ჯერჯერობით არ არის მიღწეული რომ ოფილიყო რაღაცა მაშინ გაცხადებული იქნებოდა ასეთი მექანიზმის არსებობის თაობაზე. აქ ისიც უნდა გვახსოვდეს რომ თურქეთში ძალზედ პოპულარული არის ანტიისრაელური განწყობები და აქედან გამომდინარე ინციდენტების გამორიცხვა ცოტა ძნელია თუ არ არსებობს კონკრეტული მექანიზმი და ძალიან ბუნებრივია რომ აზერბაიჯანი რომელსაც ორივესთან შესანიშნავი ურთიერთობა გააჩნია გამოვიდა ერთგვარ შუამავლათაც ამ ამბის. თუმცა ისევ კითხვაში დასმულ საკითხებს დაუბრუნდეთ აქ შეერთებული შტატების პოზიციაც მნიშვნელოვანია და ცხადია რომ შეერთებული შტატებს არ სურს ორი მოკავშირის ერთმანეთთან დაპირისპირება ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში როგორც არის ახლო აღმოსავლეთი, სადაც მას ისეთ უამრავი პრობლემა გააჩნია, რომ აღარ დაემატოს კიდევ ეს ამბავი. თურქეთსაც შეეხება, თურქეთსაც ერთგვარ კომუნიკაციის საშუალებად იყენებენ ირანი და შეერთებული შტატები, გარდა ომანისა. ომანი ღიად ნეიტრალური ოფიციალურად ასე ვთქვათ ხარი არის და ამიტომ გამოდის ხოლმე ერთგვარ ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიის როლში, სადაც მუდმივად მოლაპარაკებები იმართება და აქ კონფესიური ამბავიცაა მნიშვნელოვანი. ომანი არც სუნიტები არიან, არც შიიტები, ცალკე ხარიჯიტები, ცალკე მიმდინარეობა არის და ესეც უწყობს ამაში ხელს. თუმცა თურქეთს ასევე ვთქვათ კომუნიკაციის საშუალებად არხი არის გამომდინარე ამ ქვეყნის ზომა წონისა რეგიონშიც და მსოფლიოშიც. ხო, მაგრამ ისე რო დაუბრუნდეთ ამ თემას, ისრაელსაც არც ისრაელს, არც თურქეთს არ აწყობს ეს კონფრონტაცია. ისრაელს უპირატესობა გააჩნია საჰაერო კომპონენტში, მაგრამ ახლა თურქეთი, რომელიც ნატოში მეორე სიდიდით სიძლიერითაც ქვეყანა არის, ხო, ასე ადვილი არ იქნება ისრაელისთვის მასთან დაპირისპირება, მით უმეტეს მაგალითად კი ჰაერში აქვს უპირატესობა F-35-ებიდან გამომდინარე და თურქეთს მარტო F-16-ები ყავს, ისიც ძველი მოდელის, მაგრამ საზღვაო კომპონენტი თურქეთისა ძლიერი არის, სამხედრო საზღვაო ფლოტი თურქეთის და ასე შემდეგ. უამრავი ამბავი არის და აქედან გამომდინარე ისრაელს, რომელიც ამჯერად რამდენიმე ფრონტზე იბრძვის, კიდე ერთი დამატება არ სჭირდება. ისეთი დაშორებული ადგილიც კი, როგორც არის იემენი, ხო, ხუთიტები ყოველ მესამე დღეს გამოაქვთ ერთი რაკეტა ისვრიან ისრაელის მიმართულებით. ისრაელის მოქალაქეები იმალებიან იმაში, რა ქვია, თავშესაფარში და ეხლა რომ წარმოვიდგინოთ თეორიულად რომ 50 რაკეტა აქვს, გაცილებით მეტი აქვს, ხო? ყოველ 3 დღეში ერთხელ რო ისროლოს, ეს გამოდის, რომ ფაქტიურად ნახევარი წელი ისრაელმა უნდა გაატაროს მუდმივ შიშში რომ და თავშესაფარში სირბილში რომ აი ესეთი სიტუაცია რომ რაკეტებს გესვრიან, აღარაფერს ვამბობ. იქით ღაზას სექტორში მიმდინარე ამბავი, ჰეზბოლა არ დამთავრებულა, იქით ირანის საფრთხე, იქით რა ქვია მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპირო და ასე შემდეგ. ანუ უამრავი პრობლემაში არის ახლა ისრაელი, რომელსაც ახლა კიდე ერთი დამატებითი არ აწყობს ნამდვილად. ორჯერ თუ სამჯერ ხსენეთ საუბარში აზერბაიჯანის თურქეთთან ურთიერთობები ყველასთვის ცნობილია. აზერბაიჯანს მრავალმილიონიანი აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები ყავს ირანის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანი შუამავლის როლს თამაშობს აი ეს მოედანი შეთავაზა ისრაელს და თურქეთს.
შეიძლება თუ არა ირანის და სომხეთის მეზობლობაც ასევე გასათვალისწინებელია და ურთიერთობები შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ რომ გნებავს პოზიტიური გნებავს უარყოფითი სცენარის წაშიში სცენარის განვითარების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ფოკუსირებას მოახდენს სხვასთან ერთად სამხრეთ კავკასიაზეც და შესაბამისად საქართველოც ამ მხრივ მოხდება ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში. ხო, ნომერი პირველი საკითხი ნამდვილად კავკასია არ არის შეერთებული შტატებისთვის. ახლა იმდენ მიმართულებით აქვს მას პრობლემები და განსაკუთრებით ეს სავაჭრო ომებს ეხება და ტარიფებთან დაკავშირებით ამბავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე არ რჩება და არ იმყოფება სამხრეთ კავკასია, მით უმეტეს სიტუაცია საქართველოში და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ღია საკითხის სამშვიდობო შეთანხმება არ არის ხელმოწერილი. შეერთებული შტატების ინტერესია ამ შეთანხმების ხელმოწერა და ორივე მხარესთან მუშაობს ამ მიმართულებით. კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ვისაც შეიძლება აწყობდეს ეს რუსეთი არის, იმიტომ რომ ტრადიციულად ამღრეულ წყალში თევზის ჭერა მისი, ასე ვთქვათ, ხელწერა არის. დასავლურ სამყაროს სტაბილურობა, მშვიდობა და ასე ვთქვათ, წარმატებული სამხრეთ კავკასია ინტერესებს. რაც შეეხება იმას, რომ ვთქვათ, რა დონის იქნება ეს კიდე ცალკე საკითხი, რა დონის იქნება, ვთქვათ, შეერთებული შტატების შესაძლო ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში. ხედავთ, რომ საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას ფაქტობრივად არ ელაპარაკებიან, ხედავთ, რომ ყველას ელაპარაკებიან ირგვლივ. ირანსაც კი ბატონო, არ ელაპარაკებიან, ეს სიგნალი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მათთვის ვისაც ეხება, თუმცა ჯერჯერობით არ იმჩნევენ და თუმცა არაპირდაპირ იმჩნევენ, ხო, მაგალითად ხედავთ, რომ მაინც და მაინც ისეთ აღარ აქტიურობენ არც ჩინეთთან, არც ირანთან მიმართებაში, როგორც მაგალითად 2024 წელი იყო, სადაც ლამის ყოველ თვეში ირანში ჩადიოდნენ, ხო? ვნახოთ ამ მიმართულებით შეერთებული შტატების პრიორიტეტი, პირველი პრიორიტეტი არ არის, მაგრამ რაღაც საკითხების შემდეგ შეიძლება მოხდეს ფოკუსში. ნახოთ, როგორ განვითარდება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები არის უპირველესი და ნახოთ მოხდება თუ არა სტრატეგიულ სურათში ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის და საერთოდ როგორ წავა რეგიონში პროცესები. დიდი მადლობა ზურა, მომავალ შეხვედრამდე.